გავაგრძელოთ იმ ამბით, რაც გვაინტერესებს ბუნებრივია ყველას, თმეტ კვირის დასაწყისში, რა ვითარებაც ის კაბადონზე და როგორი იქნება მიმდინარე კვირა 12-ვე ზოდიაქოს ნიშნისთვის. ეს კითხვები ალბათ ძალიან აინტერესებს ჩვენს ტელემაყურებელსაც და ამიტომ ქეთი ოდიშელი მოვიწვიეთ სტუდიაში, რომელიც ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგვეცვის ამ თემასთან დაკავშირებით, ვის გაუმართლებს და ვის მართებს უფრო მეტი სიფრთხილე, სწორედ მისგან მოვისმენთ ახლა კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს. ქეთი, დილამშვიდობისა. დილამშვიდობის. როგორ ხართ? კვირის დასაწყისში ეს ენერგიულები მოწოდების სიმაღლეზე, რაც კარგია და მნიშვნელოვანიც არის ჩემი აზრით, იმიტომ რომ ამბობენ რომ ორჩაბათი მძიმე არისო. ახლა დანარჩენი შეგვითხრებით ხოლმე და დანარჩენი ხო შენ უნდა. ესეც შექმნილი ის არის მითი წარმოდგენა ხო, რომ ორშაბათი მძიმე დღეა, თორე რეალურად არ არის აუცილებელი რომ მძიმედ დავიწყოთ როგორც წესი. კი ბატონო, ჩვენ მძიმედაც რომ დაიწყოს, ჩვენ შეგვწევს უნარი, გავამსუბუქოთ, შევამსუბუქოთ. კი, ნამდვილად. ესე იგი, ჯერჯერობით ეს კვირა გვასვენებენ, ან ერთი კვირის განმავლობაში, პოზიტიური გვაქვს, ერთი სიახლე მაინც გვაქვს. მაგალითად, გუშინ ერთი ის არის, რომ ერთი სიახლე გვაქვს და ერთი წინგველის, ხვალ. გუშინ გადაინაცვლა ჩვენი გონების მმართველმა პლანეტამ მორიგ ნიშანში, ანუ კუროში გადავიდა, შესაბამისად დასტაბილურება ხდება და აქ თავისი ბონუსები აქ ამბავს და ხვალ არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ავატარის წერტილებს ეძახიან ასტროლოგიურ, ეზოთერულ ასტროლოგიაში, მოდი ესე დავარქვათ და ეს არის კუროს შუა წერტილი ზუსტად. ფაქტიურად შუა გულია, შესაბამისად ენერგეტიკულად ძალიან ძლიერი დღე არის და აი რიტუალები ჩვენ მაყურებელს უყვარს ხოლმე ხო, სხვადასხვა რიტუალების ჩატარება, მით უმეტეს კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ფინანსებისთვის ეს პერიოდი ძალიან მომგებიანია ფინანსური საკითხებისთვის. ეს თვე მთლიანად განსაკუთრებით 21-მდე კი არის კუროს პერიოდი, მაგრამ ეს თვე განსაკუთრებით არის ძალიან მომგებიანი, ამიტომ ყველას ურჩევ, რომ ფინანსებთან დაკავშირებით ყველა ასპექტში ვიმუშაოთ, ძალიან ეფექტურია მოკლედ და აი ხვალ შეგვიძლია ეს ჩვენი საყვარელი არ აუცილებელი ვინმეს ნათქვამი, ჩვენი შეგრძნებით ინტუიციურად, რაღაცა ჩვენი რიტუალებიც ხო გვაქვს ხოლმე და ესეთი რაღაცები რო გავაკეთოთ, ხვალ იქნება იდეალური, იმიტომ რომ რა ხდება ნახეთ. აი ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით კითხავ. მაგაზე მკითხე. ეს შემდეგი პერსპექტივის თვალსაზრისით გულისხმობთ თუ აი მაგალითად ვისაც უნდა რაღაცა სესხის აღება, კრედიტის აღება, რაღაცა ახალი წამოწყება, ამისთვის ფულის მოზიდვა, ეხლა ესე ჰაერიდან ფული არ ჩნდება, ეს ძალიან კარგად ვიცით და ბევრი შრომა ჭირდება, მაგრამ აი ამ მიმართულებით რამდენად აი ეგეც ერთ-ერთი ისეთი წარმოდგენა გვაქვს, რომ ბევრი შრომა შეიძლება ძალიან მარტივადაც გამოვიმუშაოთ. როგორ წარმოდგენები გვაქვს უბრალოდ და შეცვლად შეგვიძლია კი. აი თუნდაც მაგაზე მუშაობა, კი ზურაგეთ ხმები აბსოლუტურად ორივე შემთხვევაზე მუშაობა არის კარგი. კრედიტების კუთხითაც, იმ კუთხითაც, რომ რაღაცები შევცვალოს, თუნდაც ესეთი წარმოდგენები, რაზეც ჩამოვაყალიბეთ, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე აი ჩემ პირად გვერდზეც ომნიაზეც, მაგალითად რაღაცას რო დავპოსტავ ხოლმე ან დავდებ, იწყება ის, რომ რა სისულელია, თუ არაფერს, თუ არ გამოიმუშავე, თუ რთულად არ სისხლი და ეს ოფლი თუ არ დაღვარე, ისე ვერაფერს ვერ გამოიმუშავე. ანუ ესეც რეალურად არის გარკვეული წარმოდგენა, რომელიც შესაძლებელი გვაქვს ადამიანებს და კიდევ ძალიან ერთი ესეთი სტერეოტიპს ამსხრევ. კი. და ერთი ისეთი წარმოდგენა, რომელიც ხშირად აქვთ ხოლმე, მაგალითად ადამიანებს, რომელიც ჩემთან მოდიან ხოლმე, აი ძალიან ბევრჯერ ხშირად მაქვს ხოლმე ეს кейსი, რომ რატომღაც წარმოდგენა გვაქვს ადამიანებს, რომ სამსახურს მოაქვს მარტო ფული. არ და შემოსავლის წყარო შეიძლება გქონდეს 10. მიხვდით ხო, რას გულისხმობს? სამსახური არის კონკრეტულად რაშიც ვარ ჩართული და შემოსავალი შეიძლება, რა ვიცი, ძალიან ბევრი გქონდეს და აი ამ კუთხითაც რომ დავფიქრდეთ, იქნებოდა ძალიან კარგი. იმიტომ რომ ეს სასემთხვარეობა, რომელიც პირველ რიცხვში გქონდა ახლა ხანს ძალიან ესეთი მისტიური და მაგიური მორიელის ნიშანში, ხელს უწყობს ზუსტად იმ ბარიერების და იმ ბლოკების დამუშავებას, თუნდაც ფინანსურ საკითხებში, რომელიც გარკვეულწილად აი ესე წინაღობებს გვიქმნის. ხანდახან გამიგია ხოლმე ისეთი გარკვეული პროგრამები, რომელიც აბსოლუტურად აი არაფრიდან არის შექმნილი. ამიტომ მოკლედ სამუშაოდ არის ძალიან ეფექტური. და ეხლა რატომ განსაკუთრებით ფინანსებზე მარტივად ავხსნათ? ეს კურას ზოდიაქოს ნიშანი შემთხვევით არ არის ხო სხვადასხვა სიმბოლოები მოყვანილი ამ ზოდიაქოს ნიშნებად. კურას ზოდიაქოს ნიშანი რო დააკვირდეთ, თვითონ ზოდიაქალურ სიმბოლოს გულისხმობ, არის მზე, რომელსაც თავზე აქვს ნახევარმთვარე. მზე და ნახევარმთვარე, ხო?
თვითონ სიმბოლიკა ეხა მითოლოგიას რო გადავხედოთ, უკავშირდება ძალიან საინტერესო ფიგურებს და პერსონაჟებს. მაგალითად, ერთ-ერთი თქვენთვის ცნობილი ესეთი პერსონაჟი დარწმუნებული ვარ, გაგიგიათ დიონისე, რომელიც არის ფაქტიურად კუროს ასოცირდება კუროს სიმბოლოსთან და ნახეთ რა საინტერესო ისტორია აქვს. ღმერთის შვილია, ზევსის შვილია, ხო? ოღონდ ისეთი შვილია, რომელიც ბოლომდე დედის მუცელში ბოლომდე ვერ მომწიფდება. შესაბამისად, აი ესე ნახევრად რო უკვე ადამიანური ფორმა აქვს, ამ ფორმაში მოევლინება სამყაროს, კრიზისულ მდგომარეობაში, მოდი ესე ახსნათ და ზევსი ჩაიკერებს თეძოში ესე გვაქვს ცნობილი, რომ ბოლომდე მომწიფდეს, ასე ვთქვათ, და დაიბადოს და ზევსმა შვა თვითონ დიონისი. ნახეთ რა საინტერესოა სიმბოლო. კურო არის ფსიქოტიპი თვითონ ძალიან ახლოს ამ სიმბოლიკასთან, იმიტომ რომ არ იცის რა არის პრობლემა. ანუ იმ გარკვეული კრიზისის მერე არის მოლხენის ღვინის ღვთაება, ხო? დიონისე, რომელსაც ფაქტიურად მიწიერი ფუფუნება და სიამტკბილობის გარდა საერთოდ მისთვის უცხოა ყველაფერი. აი ზუსტად ესეთი ფაქტიურად მდგომარეობა შევიქმნათ შეგვიძლია ახლა და ძალიან ახლოს არის თვითონ კუროს ფსიქოტიპთან. უბრალოდ მეორე უკიდურესობაში არ უნდა გადავარდეთ, თორე ერთი მხრივ ეს მიწიერი სიამტკბილობა ძალიან კარგად უნდა გავითავისოთ ზუსტად ამ პერიოდში. და ზუსტად ამიტომ არის ფინანსური კეთილდღეობის სიმბოლოც. მოხენით და ღირიმით ვიშოვოთ ფული. აუცილებლად და ფაქტიურად აი ეს ამ ბლოკების და ამ ყველაფრის დამუშავებას უწყობს ხელს და ხვალინდელი დღე რატო ვახსენეთ? ან ხვალ არის ეს ავატარის წერტილი, რომელიც თქვი, ეს შუაგული ენერგია ფაქტიურად და კურო არის პირველი მიწის სტიქიის წარმომადგენელი, ანუ პირველი სიმბოლო არის, რომელიც აი იმ ჩვენ აზრებს და ყველაფერს უკვე აქცევს ფორმად, აქცევს მატერიად. შესაბამისად, ის თქვენი ნააზრევი გეგმების სტრატეგია უკვე ყველაფერი შეგვიძლია განვახორციელოს და ყველაფერს მატერიის ფორმა შევძინოთ. აი ხვალ შეგვიძლია ძალიან მარტივი ესეთი რიტუალი გავაკეთოთ. ავიღოთ მით უმეტეს მიწის სიმბოლო არის ნებისმიერი მცენარე, ოღონდ ვეცადოთ რომ მზარდი მცენარე იყოს. ავიღოთ ნებისმიერი, რა ვიცი, მონეტა, თუნდაც ქართული მონეტა შეგვიძლია ეს ჩვენი ხურდა ფული და ამ მიწაში მოვათავსოთ ქოთნის ყვავილის მიწაში. და იმასთან ერთად ფაქტიურად ასოცირდება ყვავილი მზარდია და ეს ჩვენი ფინანსური მდგომარეობაც და ნაყოფს რომ გამოისხავს, იმედია რომ კუპიურებიანი ყვავილები ექნება. კი, აუცილებლად. 200 ლარიანი. სიმბოლურად ძალიან კარგი რიტუალია, რომელიც სიმბოლურად ფსიქოლოგიურად მუშაობს იმაზე, რომ ფაქტიურად ადამიანმა დაინახოს რეალურად, იმიტომ რომ ეს ვიზუალური ეფექტები გჭირდება ხოლმე ძალიან. კი ბატონო, კეთი, მიმდინარე კვირა და ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის როგორი ტენდენციებია მოსალოდნელი. აი მიმდინარე კვირაც გუშინ შემთხვევით არ მიხსენებია, რომ ჩვენი გონების მართველი პლანეტა კურო ზოდიაქოს ნიშანში გადავიდა და ნახეთ კურო ერთგვარი სიმბოლო არის ზუსტად ამ ფორმირების და მატერიალიზაციის, ხო და ამის მიხედვით ახლა დავიწყოთ თითოეული ზოდიაქოს ნიშანზე, იმიტომ რომ ეს ორი კვირა განსაკუთრებით სარფიანია გარკვეული სტრატეგიების გასაწერად და იმისთვის რომ ფორმა მივცეთ უკვე ჩვენს ნააზრევს და ჩვენს ფანტაზიას. შესაბამისად მოქმედების პერიოდია ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნისთვის დავიწყოთ ვერძით და ვერძისთვის აქტუალური კონკრეტულად არის ფინანსური საკითხები. ფინანსურ საკითხებს მიაქციონ აუცილებლად ყურადღება. ეხლა არ დავიწყებ დადებითი კუთხით, უარყოფითი კუთხით, იმიტომ რომ აქ როგორი სტრატეგიით და როგორ ნაბიჯებს გადადგავს, ამაზე იქნება დამოკიდებული. უბრალოდ შეიძლება ძალიან მომგებიანი იყოს ვერძებისთვის განსაკუთრებით ეს თვე და ამაზე იფიქრონ. კურო ზოდიაქოს ნიშნისთვის თვითონ არის ფავორიტი, შესაბამისად კურო ნახეთ თვითონ სიმბოლო ნალის ფიგურა ხშირად გინახავთ ხო რომ ბარაქის სიმბოლოა უეცახიან ხო ესეთი ნალის ფიგურა შესაბამისად ეს არის კუროს რქები ნახეთ კუროს იდეა მოიცავს იმას რომ ჯერ უნდა დააგროს იმისთვის რომ მერე გასცეს შესაბამისად აი ამაზე დაფიქრდნენ კუროები თუნდაც ფინანსურ ასპექტში იმიტომ რომ თავისი დანაზოგი თავისი აი ყველაფერი ფაქტიურად სამყარო კოსმოსი ყველაფერი მათ სასიკეთოდ მუშაობს ამ პერიოდში და ძალიან კარგად შეუძლიათ უკვე
აი შედეგების დადება, მარტივად რო ვთქვათ და განსაკუთრებით ეს თვე გამოიყვანონ ამისთვის, ნებისმიერ პლანზე და განსაკუთრებით ფინანსურზე. გადავედით ტყუპების ზოდიაქოს ნიშანზე და აი ტყუპებისთვის შედარებით ცოტა ისეთი აქტიურობისთვის და დიდი მოქმედებისთვის ხელსაყრელი პერიოდი არ არის, ცოტა მოთმინება მართებთ ტყუპებს. აი 21-ის მერე უფრო მეტად შეუძლიათ, ასე ვთქვათ, გაილაღონ და ხასიათზეც დაეტყობათ და ზოგადად აქტიური ნაბიჯობის გადასადგმელად, მაგრამ ჯერჯერობით დაკვირვების პერიოდი უფრო არის, რაღაცების გაანალიზების პერიოდია. იმ კონკრეტულ საკითხებში, სადაც ნაკლებად უმართლებდათ, მაგალითად, ჯობია რომ გადახედონ, რა შეცდომები აქვს დაშვებული, ანუ ანალიზი გააკეთონ მარტივად რო ვთქვათ და არ არის გამორიცხული სხვათა შორის ემიგრაციასთან დაკავშირებით სიახლე ქონდეთ, ან თვითონ გადაწყვიტონ უკვე ემიგრაცია ამ შემთხვევაში. განსაკუთრებით ეს თვე იქნება ამ ფორმირების საკითხში მნიშვნელოვანი. კირჩხიბი. კირჩხიბისთვის არის ერთგვარად საკმაოდ მომგებიანი პერიოდი, აქაც ფინანსურად მომგებიანია, ისე დაალაგდა, რომ ბევრი ზოდიაქოს ნიშნისთვის ფინანსურად მომგებიანი პერიოდია. უბრალოდ კირჩხიბებს ამ შემთხვევაში ურჩევდი უფრო მეტად სოციალიზაციას, იმიტომ რომ შეიძლება უფრო მეტად სენსიტიურები კი იყვნენ ამ პერიოდში, მაგრამ ეხლა ამ პერიოდში ჩაკეტილობა არ გარგებთ მოკლედ და უფრო სოციალიზაცია. მიაქციეთ ყურადღება მეგობრების შემოთავაზებებს, იმიტომ რომ აქ შეიძლება იმდენად მომგებიანი წინადადება იყოს, რომ საერთოდ თქვენი კურსი შეცვალონ, როგორც საქმიანობის, ასევე ცხოვრების. ლომი. ლომებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი კარიერული ცვლილებებისთვის. აი, უმეტესად ჩემი რგვლივათაც ვინ არიან, ვისაც ვაკვირდები, აი ამ პერიოდში თუ ფიქრობდით, რომ გადაწყვეტილება მიგեղოთ თუ არ მიგեղოთ, ეს არის პერიოდი, როდესაც უკვე მკაფიო ნაბიჯები უნდა გადადგათ. სად გინდათ, რა გინდათ და როგორი გინდათ კონკრეტულად სამსახურზე თუა საუბარი. ასევე ლომების ცხოვრებაში სხვათა შორის მნიშვნელოვანი არის სტატუსის საკითხიც და თუ ფიქრობდით მაგალითად სტატუსის შეცვლაზე მშვენიერი დრო იქნება ამ შემთხვევაში აი ეს კონკრეტულად ეს თვე. გადავედით ქალწულებზე, ქალწულებისთვის ესეთი თავგადასავლების პერიოდია და ერთადერთი რჩევა რომელიც მექნება ქალწულისთვის ეს არის ყურადღება მიაქციეთ დედლაინებს, ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ თქვენი საქმიანობიდან ყველაზე მეტად ეს ურჭირთ ალბათ ქალწულებს ზოგადადაც შესვენებები. აიღეთ ისეთი შესვენებები, როდესაც დაისვენებთ გემრიელად და მიეცით თავს ამის უფლება უბრალოდ. სიახლეების კუთხით შეიძლება უცხოეთთან და უცხოერ პროდუქტებთან დაკავშირებით და პროექტებთან დაკავშირებით გქონდეთ დადებითი სიახლეები და ამ კუთხით უფრო მიმართეთ თქვენი ყურადღება. სასწორი. სასწორებისთვის არის ერთი მხრივ მომგებიანი პერიოდი, მაგრამ მეორე მხრივ არის მატრანსფორმირებელი პერიოდი. ამიტომ თუ რაღაც გარკვეული კრიზისების გავლენის ქვეშ იყავით, აი ეს უახლოესი პერიოდი, ახლა ის დროა რაღაცებზე დაფიქრდეთ და თქვენ თვითონ ჩაერთოთ ამ პროცესებში, თქვენ თვითონ აიღოთ საკუთარ თავზე ინიციატივა და გადადგათ გაბედული ნაბიჯები წინ. და გავახსენებ აქვე სასწორებს, რომ ახლა ეს კარმული მასწავლებელი პლანეტა თქვენი შანს გადის სასწორებო და ამიტომ უფრო მეტი დაკვირვება და უფრო მეტი პასუხისმგებლობა გმართებთ. დანარჩენი უკვე თქვენ ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული თქვენი პერსპექტივები, ახლო პერსპექტივები, ასე ვთქვათ, როგორ იერსახეს მიიღებს. მორიელისთვის არის ასევე კუროს კოსმიური მეწყვილია მორიელი, როგორც უკვე ვიცით და პერიოდი არის საკმაოდ საინტერესო სხვათა შორის, განსაკუთრებით პარტნიორული კუთხით. ამის წინა გადაცემაშიც უკვე ვისაუბრეთ დაახლოებით ამ ეს თემები იყო აქტუალური და ისევ გრძელდება. ოღონდ განსაკუთრებით ეხლა მივაქცევდი ყურადღება საქმიანობის სფეროს. პარტნიორობა გასაგებია, პირადი ცხოვრება ყველაფერი, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო მეტად ყურადღება მივაქციოთ საქმიან პარტნიორებს, ბიზნეს პარტნიორებს, იმიტომ რომ საკმაოდ სარფიანი წინადადებები შეიძლება მიიღოთ და განავითაროთ განსაკუთრებით ეხლა ყურადღებით 20 რიცხვის მერე. 20 რიცხვიდან 1 მაისამდე მაქვს საუბარი, განსაკუთრებით, მაგრამ ეხლა უნდა მოემზადოთ ამისთვის მორიელები. ამიტომ მიაქციეთ ყურადღება თქვენ სტრატეგიას. 1 ივნისამდე. კი ბატონო. მერე კიდევ არის მომგებიანი პერიოდი, მაგრამ ეს სხვა გადაცემის ამბავია უკვე. ეხლა უკვე ნაბიჯები უნდა გადადგათ იმისთვის, რომ 20-ისთვის მოემზადოთ, იმიტომ ვაანონსებ მოკლედ, ხო? მერე
გადავედით მშვილდოსნებზე, მშვილდოსნები თავისი ოპტიმიზმით გამოირჩევიან როგორც წესი, ამიტომ ყურებს ნუ ჩამოყრეთ მშვილდოსნებო, ეხლა შეიძლება ცოტა იმედგაცრუებების პერიოდი გქონდეთ, ენერგოტონუსი თქვენი ცოტა შედარებით დაბალია და ძირითადად მიაქციათ სამყაროს მინიშნებებს, თავი არ გაცივდეთ, არ გადაიტვირთოთ, აი თავს გაუფრთხილდით მოკლედ მაქსიმალურად. სამყაროს მინიშნებებს რაც შეეხება, აქ უკვე ძალიან კარგი სიმბოლოების სახითაც შეიძლება სიზმრის სახითაც მიიღოთ მინიშნება თქვენი საქმიანობის, მატერიალური მდგომარეობის, გაუმჯობესების თაობაზე მაგალითად და ამიტომ ჯობია სიზმრებს მივაქციოთ ყურადღება. თქვენ შემთხვევაში მშვილდოსნები შემიძლია ის მშვილდოსნები გავახარო, ვისაც უყვარს ოთხფეხა მეგობრები, იმიტომ რომ შეიძლება სიახლე გყავდეთ ოჯახში, მაგალითად ოთხფეხა ცხოველის სახით. თხისრქისთვის ერთ-ერთი ნაყოფიერი პერიოდია და გრძელდება ეს პერიოდი, განსაკუთრებით ორკვირიან ფაზას ავიღებდი ამ შემთხვევაში, ამ ორი კვირის განმავლობაში. ეცადეთ მაქსიმალურად რაც შეიძლება მეტ საქმეში ჩაერთოთ. სხვა დროს ყოველთვის ვეუბნები ხოლმე თხისრქებს, რომ დამატებით უფრო მეტად ემოციურად გახსნილები იყვნენ, მაგრამ ეს ეხლა თავისთავადი პროცესი იქნება, ამიტომ აქ აღარ ჭირდებათ ამის დამატებით გათვალისწინება. მოკლედ, მოგების შანსი სხვათა შორის საკმაოდ დიდი. ამიტომ თუ უცხოეთისკენ გაიქროლებთ, თხისრქებო, ჩემი რჩევა იქნება, აი ეს გადასაფრთხე კილატარიის ბილეთები რო არის. ეს მაინც შეიძინონ, იმიტომ რომ ფორტუნა თქვენ მხარესაა. ახლა მერწყულების ჯერი დადგა და მერწყულებს მინდა უთხრა, რომ საოჯახო საქმეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პერიოდია სახთან დაკავშირებული, საოჯახო საქმიანობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ დამიწება და ფუნდამენტის ჩაყრა, აი თუნდაც ვინც გეგმავს ახალი სახლის თემას, მაგალითად ძალიან ეფექტურია და ოჯახების თემაში ძალიან კარგია და საოჯახებლად მაგალითად თუ არიან ესეთი მერწყულები, ეს პერიოდი ხელს შეუწყობს ბევრი თუნდაც პერსპექტივების კარგად დალაგებას და სხვა მხრივ ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც სახლს უძრავ ქონებას და ასევე ოჯახის წევრებს უკავშირდება. ოჯახის წევრებთან კარგი იქნება თუ უფრო დავათბობთ და დავატკბობთ ურთიერთობას. ესეც კიდე პერსპექტივაში ძალიან ბევრ რაღაცაზე მოახდენს გავლენას. როგორც წესი, მერწყულები უფრო მეგობრების ხალხი არიან და ოჯახის წევრები უფრო უკან ჩამორჩებათ ხოლმე და ამიტომ ოჯახის წევრებს მეტი ყურადღება მივაქციოთ ახლა. ყველანაირი მერწყული. ხო. და თევზები, ძვირფასო თევზებო. ესე იგი, თევზებისთვის რა შემიძლია ვთქვა? თევზებს აქვს უნიკალური ინტუიცია, კირჩხიბს და თევზებს გამოვყოფდი, აი მათ შემთხვევაშიც ვთქვი, რომ ეს ფინანსური საკითხები მიაქციან ყურადღება, თქვა, აი თევზებსაც მინდა მივცე ესეთი რჩევა, რომ ურთიერთობებს განსაკუთრებით ახალნაცნობობას მიაქციოს ყურადღება, იმიტომ რომ საკმაოდ საინტერესო წინადადებები, საკმაოდ საინტერესო შემთხვევითობას შეიძლება კონდეს ადგილი, ისეთ შემთხვევითობას, რომელიც იქნება მომგებიანი და თანაც გრძელვადიანი. ამიტომ აუცილებლად მიაქციეთ ამ პერიოდს ყურადღება და რატო ვთქვი ინტუიციური თქო. ამ პერიოდში შეიძლება გაგიმძაფრდეთ ფინანსური ყნოსვა. შესაბამისად, ენდეთ თქვენ ინტუიციას, თუ გასარისკია გარისკეთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, განსაკუთრებით წყლის წარმომადგენლებისთვის, მორიელი უკვე აღნიშნე კირჩხიბიც და აი თევზებიც მათ სამეული ფაქტიურად ამ სამეულისთვის ძალიან ეფექტურია ეს პერიოდი, განსაკუთრებით 20 რიცხვისთვის უნდა მოემზადოთ მოკლედ, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული ესეთი ფინანსური შემოსავლის წყარო შეიძლება გაგიჩნდეთ თევზებო. ნებისმიერ შემთხვევაში კმაყოფილია დღევანდელი ყველა ასე თუ ისე ყველა კმაყოფილია. გეუბნებით დიონისეს პერიოდია, თქვა, ესეთი ამინდი გვაქვს ცაზე და ისე ამინდით თქვენ გაგვახარებთ. დიდი მადლობა ქეთის და დიონისეს. კარგი ვერაფერი ვერ გავიგე, მაგრამ მიხარია 11 ზოდიაქოს ნიშანი. ყველა კმაყოფილი. მე თუ კარგად ვიქნები, ჩემო თაკო შენს კარგად. თავის და. ქეთი, დიდი მადლობა.